სლივი თუ ბაიპასი. დღეს ვისაუბრებთ სლივ გასტრექტომიაზე, თუ როგორ სრულდება ეს ოპერაცია. როგორც ყველა ბარიატრიული ოპერაცია, სლივ გასტრექტომია სრულდება ლაპარასკოპიული მიდგომით. მუცლის ღრუში ჩასვლის შემდგომ ხდება კუჭის დიდი სიმრუდის მობილიზაცია სრულად. მობილიზაციის შემდგომ კუჭი თავსდება საკალიბრაციო ზონდი. კუჭის მოკვეთას ვიწყებთ პილორუსიდან 4-6 სანტიმეტრის მოშორებით, კუჭს საკლაპავის კუთხისგან 2 სანტიმეტრის მოშორებით. კუჭის მოკვეთის შემდგომ სრულდება ფერმენტული და პნევმო ტესტი, რათა შემოწმდეს კუჭის მთლიანობა, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ სლივ გასტრექტომია ყველაზე ადვილი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევაა, ახლავს თან გართულებების რისკი, ნაკერის უკმარისობის რისკი შეადგენს 2%-ს და სისხლდენების რისკი შეადგენს 1-დან 3%-მდე. ყოველთვის გაითვალისწინეთ, როდესაც არჩევანს აკეთებთ, აარჩიოთ გამოცდილი ექიმი, აარჩიოთ კლინიკა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგეძლებათ მიიღოთ სრული მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება, რადგან არ დააყენოთ რისკის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.